პირველი მოგონება, რომელიც ნახდათ ვიცი, რომ ჩემია, იყო სპიტაკის მიწისძვრა. მე ვიყავი სპიტაკის დროს 4 ან 5-ის და ბაღში ვიყავი. და მაგიტომ მახსოვს, რომ ნახდათ ჩემი მოგონება, იმიტომ ის ყველაფერი რაც მახსოვს, რაც ხდებოდა. ვერავინ ვერ მეტყოდა მაგას. მშობლები არ იყვნენ იქ. ვერც მასწავლებელი მეტყოდა სკოლის. და ჩემი იმიტომ რომ რაღაცა მომენტები იყო, რომელიც მე აღქმად სუდად აღვიქვი რა და მიმოქმედა რაღაცნაირად ჩემ ჩამოყალიბებაზე მე მგონი, იმიტომ რომ მოყოლილი მაქვს ბევრჯერ, მაგრამ მაინც მოყვები. კი რა. ბავშვი გარბოდა, ალბათ დაიწყო ზანზარი ამ სახლმა, სოლოლაკში იყო. მამა ჩემი რომელ ბაღში ძადიოდა, იმ ბაღში მიმიყვანეს და ორი სართული იყო, პირველი სართულიდან ქუჩიდან შედიოდი და მეორე სართულზე ეზოში გადიოდი პირდაპირ. და ვიყავით ამ ტელეფონში მეორე სართულზე და ზანზარი რო დაიწყო, ამან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, იმიტომ რომ ცხოვრების პირველი მიწისძვრაა და საერთოდ კონსერვა რა არის, უცებ სახლის ზანზარებს შემეშინდა, ბავშვები ვიყავით ბევრი და მასწავლებლები გამოვარდნენ და აბა ბავშვებო წავედით და ეზოში გავყავდით. და რომ მივდიოდით, არკა იყო. და ამერკით, ტელეფონში და აქედან ჩადიოდი ეზოში. და ჩემ წინ გაჩერდა ბავშვი, რომელიც ტიროდა. და აღარ მიდიოდა წინ და ჩემ გვერდზე ეს ხალხი სულ მიდიან ეს ბავშვები, ჩარბიან ამ ეზოში და ცვივა ბათქაში ზემოდან ამასობაში და მათში ხდებოდა თავში პატარა ნაწილები შენობის და რაღაცა თავში მეხეთქებოდა და ამას მივაწექი რომ წასულიყო და წაიქცა და მე არ ავაყენე გავაგზელე ანუ გადაუვარე კი არ გადამივლია მაგრამ გადავაბიჯე ამან იმოქმედა ძალიან რომ აი ეგრო ანუ ესე იგი რაღაც პანიკურ სიტუაციაში მიხედავს 4 წელს ვიყავი თავი დავკარგე რა რომ ადამიანს მე არ მინდოდა წარსეულიყო მაგრამ წაიქცა და ნაცვლად იმისა რომ წამომეყენებინა გავაგზელე და გავედი ეზოში მივიდნენ ეგრევე აყენეს მასწავლებელი გვერდზე იდგა თუ რაღაც მაგრამ თან თბილისში მაშინ დიდი ნგრევა არ გამოიწვია არა არაფერი არ დანგრეულა იქ პროსტა ეს ბათქაში მეც თავზე ცვიოდა და ეს იმდენად ცუდად ჩამჩა და იმდენად იმოქმედა ამან რომ დღემდე მახსოვს რა დღემდე როგორ გაწუხებს ვიცი რომ აი რატო გავაკეთე ეს ხო